რომელი ჯიში იძლევა მეტ რძეს ერთ ლაქტაციაში? შვიცი, ჰოლშტეინი. სწორი პასუხია ჰოლშტეინი. ჰოლშტეინი მსოფლიოში ყველაზე მაღალი წველადობის მერძეული ჯიშია და საშუალოდ უფრო მეტ ლიტრ რძეს იძლევა. რომელი ჯიშის რძე უფრო ცხიმიანი და ცილიანია? შვიცი, ჰოლშტეინი. სწორი პასუხია შვიცი. შვიცის რძეს ჩვეულებრივ უფრო მაღალი ცხიმი და ცილა აქვს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველისა და კარაქის წარმოებისთვის. რომელი ჯიში უფრო გამძლეა და დიდხანს ინარჩუნებს პროდუქტიულობას? შვიცი, ჰოლშტეინი. სწორი პასუხია შვიცი. შვიცი ცნობილია ძლიერი ძვლებით, მყარი შლიქებით და უფრო ხანგრძლივი პროდუქტიული სიცოცხლით. რომელი ჯიში უკეთ იტანს სიცივეს, სიცხეს და რთულ კლიმატს? შვიცი, ჰოლშტეინი. სწორი პასუხი შვიცი. შვიცი ჩამოყალიბდა ალპურ ზონაში და კარგად ეგუება როგორც სიცივეს, ისე ზომიერ სიცხეს და უხეშ საძოვრებს. რომელი ჯიში უფრო მარტივია მცირე ფერმერისთვის მოსავლელად? შვიცი, ჰოლშტეინი. სწორი პასუხია შვიცი. შვიცი ნაკლებად მონთხოვნია კვებასა და პირობებზე და უკეთ მუშაობს ნახევრად საძოვარ სისტემებში. რომელი ჯიში უფრო სუსტია დაავადებებისა და სტრესის მიმართ? შვიცი, ჰოლშტეინი. სწორი პასუხია ჰოლშტეინი. ჰოლშტეინი მაღალი პროდუქტიულობის გამო უფრო მგრძნობიარეა კვების შეცდომებზე, სიცხეზე და მეტაბოლურ პრობლემებზე. რომელი ჯიში უფრო კარგ ხორცს იძლევა? შვიცი, ჰოლშტეინი. სწორი პასუხია შვიცი. შვიცი არის სახორცე მერძეული ჯიში და სხეულის სტრუქტურა უკეთეს ხორცის გამოსავალს იძლევა, ვიდრე წმინდა მერძეული ჰოლშტეინი. რომელი ჯიში უკეთ მუშაობს მთიან და ნახევრად მთიან ზონებში? შვიცი, ჰოლშტეინი. სწორი პასუხია შვიცი. შვიცი შექმნილია მთიან შვეიცარიაში და უკეთ იყენებს ბუნებრივ საძოვრებსა და რელიეფს. თუ ნულიდან უნდა ააშენო ფერმა, რომელს აერჩევდი მოგებაზე ორიენტირებული ფერმისთვის? შვიცს თუ ჰოლშტეინს? რატომ? დაწერე კომენტარებში.